მოგესალმებით ღვთისმშობლებო, გასულ ვიდეო რგოლში განვიხილეთ თუ რა მთავარი ორი მოთხოვნილება არსებობს იმისათვის, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ, ვისაც გვინდა რომ არადიული სიცოცხლე მივიღოთ. როდესაც განვიხილეთ იესოსა და რჯულის მოძღვარს შორის დიალოგი. აი კვლავ დავურთავ ამ დიალოგს, ლუკას სახარებიდან არის ეს, მეათე თავის 25-დან 29-ის ჩათვლით. როგორც უკვე ვთქვი, აი ამ მონაკვეთიდან პირველ მოთხოვნას ჩვენ შევეხეთ გასულ ვიდეო რგოლში თუ რამდენად საჭიროა და აუცილებელი გავიცნოთ, შევიყვაროთ, დაუახლოვდეთ ზეციერ მამას, სიცოცხლის შემოქმედს, რათა მარადიული სიცოცხლე მივიღოთ და ლოგიკურადაც ასეა, ხო, ვისაც სიცოცხლის ლიმიტის გაგრძელება უნდა მარადიულად, სიცოცხლის შემოქმედთან ურთიერთობის გარეშე ამას ვერ მოახერხებენ. ახსენი ის თუ რას მოიცავს ღმერთის შეყვარება და ეს საქმეებით როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ, ისევე როგორც მაგალითად წყვილების შემთხვევაში ხდება, ხო, როცა ვიღაცა უყვარდება, ეს ძირითადად ურთიერთობების გულისხმობს, მეტად დაახლოებას, მეტად გაცნობას და შემდგომ ამისა უკვე იგულისხმება ხოლმე, რომ სიყვარულს უმტკიცებენ კონკრეტული საქმეებით და მხოლოდ სიტყვები აღარ არის ხოლმე საკმარისი. მსგავსად ამისა, ვისაუბრეთ თუ რა საქმეებით უმტკიცებთ ღმერთს, რომ ჩვენ ის ნამდვილად გვიყვარს გულით, სულით და გონებით. თუმცა, აი ამ მონაკვეთში საუბარია სხვა მოთხოვნაზეც, რომელსაც თუ არ დავაკმაყოფილებთ, ამ შემთხვევაშიც მარადიულ სიცოცხლეს ვერავინ ვერ მიიღებს. ეს უკვე შემოხაზული მაქვს, აგერ თუ აკვირდებით 27 მუხლის ბოლოში და ესაა მეორე უდიდესი მცნება რჯულში. გიყვარდეს, მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. როგორი სიყვარული იგულისხმება აქ და რა კონკრეტული საქმეებიდან ჩანს ჩვენი ნამდვილად გვიყვარს მოყვასი თუ ცარიელი ლიტონი სიტყვები ვართ. სწორედ აი ამაზე დავამახვილებ ყურადღებას აი ამ ვიდეოში. ისე თუ დაკვირვებული ხართ, საერთოდ 10 მცნება როგორ არის შედგენილი. პირველი 4 მცნება თუ ვიცავთ, ასეთი სახით ღმერთს უმტკიცებთ ჩვენ სიყვარულს, ხოლო შემდგომი 6 მცნება თუ ამას ვიცავთ, ასეთი სახით მოყვასთან ურთიერთობაშია ეს ცნება საჭირო, ეს ცნებები და მოყვას უმტკიცებთ სიყვარულს. სწორედ აი ასე მსჯელობდნენ და ამას ასწავლიდნენ იესოს მიერ განსწავლული მისი მოციქულები და მოდით ნახოთ ახლა სამოციქულო ეკლესიის სწავლება, რომელიც წმინდა სულიშ დაგონებით ჩაიწერა და შენ ახალ აღთქმას თუ გადაშლი რომაელთა მიმართ მიწერილ წერილზე, ნახე მე-13 თავი, მე-9 მუხლებს დავურთავ. და ახლა აი ამ მუხლების ფონზე, აბა გადახედეთ ადამიანებს, რამდენი რამ მართებთ ერთმანეთისა, იმ ფულის ჩათვლით უკან დაბრუნებას რომ აღარ აპირებენ. რამდენს ბუდში აქვს მოსახდელი, რამდენს კი საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულზე ეკუთვნის პასუხისგება, მოყვას რომ ცილი დასწამა, ან შეურაცხო ფიზიკურად და სიტყვიათ, როცა იძალა მასზე. აი ესეთი თვითმარქვია ქრისტიანებისაგან განსხვავებით, მერვე მუხლში სამოციქულო ეკლესია მოგვიწოდებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომ არაფერი გემართოთო ერთმანეთისა გარდა ურთიერთ სიყვარულისაო. და ვისაც გვაქვს ასეთი სიყვარული მოყვასის მიმართ, უკვე ავასრულეთ რჯული, შეიძლება ითქვას, რადგან სწორედ მოყვასისადმი ასეთ დამოკიდებულებას ითვალისწინებს ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრება. ანუ ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ ქრისტიანები ვართ, შემდეგი მე-9 მუხლი აჯამებს, როგორ ვექცევით სხვებს, როგორ ვექცევით მოყვას. და აქ არის ესე რომ მივყვეთ, ხო, თითოეულს, მაგალითად არ უმრუშობთ, როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე გული არ გვიცემს მოყვასის ცოლის დანახვაზე და მსგავსი ფიქრებიც კი უკვე მრუშობაში გვეთვლება. ვისაც პრეტენზია გვაქვს ქრისტიანობაზე, არ ვკლავთ მოყვას და უარს ვამბობთ ყველანაირ ისეთ სამსახურში თუ მსახურებაში მონაწილეობაზე ან სამუშაოზე, სადაც ადამიანის მოკლას გავალებენ და ქრისტიანი ექიმები უარს ამბობენ, მაგალითად მოყვას გაუკეთონ აბორტი და ასე შემდეგ, ბევრ სამსახურში კლავენ ადამიანებს, თუნდაც ისეთი მეწარმეები, რომლებიც ქმნიან ისეთ პროდუქტს, რომელიც პირდაპირი გაგებით ადამიანების სიცოცხლეს პოვს შემდეგ. ან თუნდაც ფალსიფიცირებული წამლები, სადაც მზადდება, რომელიც ასევე გათვლილია რაღაც მიზნით ადამიანების შემცირებაზე. ვისაც გვაქვს ახლა პრეტენზია ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე, არ ვიპარავთ არაფერს, რისი მოპარვაც შეიძლება. ეს იქნება ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა თუ დაწყებული თუ მეზობლის ელექტროსადენიდან დენის მოპარვით, ხო? აი ესეც მოყვასის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას აჩვენებს. და მეზობელი საერთოდ მეზობელს სახში რომ შედის დღეს, ხო, არის ესეთები მოხშირებული, ამას თვითონ ქურდებიც კი
არქმევენ არა ქურდობას, არამედ ვირთხობას. თვითონ ასეთი ტერმინი აქვს, ხო, მათაც კი, რომ მათაც კი იციან გარჩევა, რომ მეზობლის სახში არ შევლენ. და მრავალი ასეთი სფეროს მოიცავს ეს ქურდობა, ყველას ეხლა რა თქმა უნდა არ შევეხები, თუნდაც რო ვთქვათ, თუ როგორ გაძარცვა ევროპა საქართველოსდან ჩასულმა მოსახლეობამ, ხო? და ესეთი ადამიანების პოსტები რო ნახოთ, ეგრეთ წოდებული ეს მთავარი გვერდები, ესეთი სტატუსები უდევთ ხოლმე, რომ მე მიყვარს უფალი, მე მიყვარს პატრიარქი და ამ დროს გაიხედავ და იქ ევროპაში ძარცვავს მაღაზიებს და ასე შემდეგ და ეს ქურდობა არ ითვლებათ თორმე და აი ამ ცნების დარღვევად. არ მიიჩნევენ რა ხამ სხვა ეროვნება არის, მოყვასათ არ სთვლიან თორმე. ხედავთ ხო, რამდენ შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებსაც რო კითხო, რომ თურმე ქრისტიანობაზე აქვთ პრეტენზია. და ასეთი სახეა დღეს რომ ჩადის ქართველი და უცხო აი ამ ევროპაში და არ ცხვენს და ამ დროს იგივე ქართველი წერს რომ მას არ უნდა ევროპა საქართველოში. გვესმის ხო? ამხელა ცინიზმთან გვაქვს საქმე. ეს ცალკე სხვა აღმოჩენა, იმიტომ რომ სწორედ ასეთებს არ უნდათ მერე ევროპა საქართველოში. შემდეგ თუ ნახავთ, ვისაც ახლა პრეტენზია აქვს ქრისტიანობაზე, ცილი არ უნდა დასწამოსო მოყვას არასოდეს. ეს იქნება სასამართლოში, როცა მოწმეთ დაიბარებენ, თუ როცა იცი რომ ცილის წამება სახელმწიფო კანონითაც ისჯება და თუ შენ ახლა წარმოადგენ მით უმეტეს აი ამ კანონის დამცველს, ეგრეთ წოდებულ პოლიციელს, ხო? და გააქვს პრეტენზია პოლიციელობაზე, სინამდვილეში მილიციელია, რომელიც ასე იქცევა, როცა კაცი სუფთა, მართალია და მერე ცდილობს უდანაშაულოს ეს უნგრევ ცხოვრებას, როცა რაღაცა ნარკოტიკს თუ იარაღს უდებ ან ცრუდ აბრალებ რაღაცას ნებისმიერ ამის, რაც არ გინახავს, რაც არ დაგინახავს, რომ ნამდვილად მას გაუკეთებია და მე ამას რო შეთხზულ ინფორმაციას რო აბრალებ. ეს არის მილიციელების წესი, რომელიც არც პოლიციელია და ლოგიკურია, არც ქრისტიანი ვერასოდეს ვერ იქნება ასეთი პიროვნება, ხო? თუ ამ ჩვევებს არ მოიცილებს. და ესეთი ქვეყანაში გვიწევს ჩვენ მასიურად ცხოვრება. ვინც ახლა მეთანხმებით ამაში ხო გასაგებია, მაგრამ ქრისტიანობა ცოტა უფრო ღრმა არის თუ ვაკვირდებით, აგერ მეცხრე ცნების დარღვევაა ეს ცილის წამება, თუ ნახავთ ცნებებს შორის, თანაც ისეთები არიან ხოლმე პირჯვარს რო იწერენ, რომ და ის ყოველ იმაზე რო შედიან, სანთლებს ანთებენ და გამოდიან და მერე ვითომც არაფერი აი ამ ცილის წამებას, აი ამ ცრუ ბრალდებებს ჩვეულებრივ ისვრიან, იგივე ჩემს გვერდებზეც კომენტარებში რო შემოდიან ხოლმე ასეთები. და არ უფიქრდებიან იმას, რომ მათ გულებს უფალი იკლევს და მათ თითოეულ სიტყვაზე მოეთხოვებათ, როცა უფლის სამსჯავრო იქნება. და ეს აუცილებლად იქნება. დააკვირდით აქ ახლა ცილის წამების გვერდზე რა წერია. სხვისი არაფერი ისურვო, ეს რიგით მეათე მცნებაა საერთოდ და ვისაც გვაქვს პრეტენზია ქრისტიანობაზე, სიხარბე არ უნდა იყოს ჩვენში და შური. სწორედ აი სიხარბეს და შურს მიყავს ხოლმე იქამდე ადამიანები, რომ სხვისას მოისურვებენ. და ცდილობენ ხოლმე განსაკუთრებით ამ ძალოვანი სტრუქტურებიდან იქნება თუ მთავრობის წარმომადგენლები როცა ენაცვლებიან ერთი მეორეს, რომ წაართვან წინამორბედებს, ეს იქნება ტერიტორია, ეს იქნება ბიზნესი, თუ ასე შემდეგ და ინდივიდუალურადაც ხდება ხო ასეთი დავები, როცა ერთი მეორეს თაღლითური გზით ცდილობს რაღაცა გამოსძალოს, რაღაცა წაართვას. და პირდაპირ ზუსტად ამაზეა. ამიტომ ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ და ვისაც მართლა გვიყვარს მოყვასი, არამც თუ ვინმეს სხლის კარებს მაგალითად გახსნილს თუ ნახავთ შიგნით კი არ შევიჭრებით რამის წამოსაღებად. პირიქით, როცა ვხედავთ რომ მეზობელს კარები ღიად დარჩა, ფხიზლად ვიქნებით და დაველოდებით მის მოსვლამდე რომ არავინ არაფერი აიღოს. აი ეს არის მოყვასის სიყვარული, რომელსაც საქმეებით ამტკიცებ. აი ამას გულისხმობს სწორედ ჭეშმარიტი ქრისტიანობა და მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული. ეს ჩანს ჩვენი დამოკიდებულება რიცხვების მიმართ, აი ამ ხრივ თუ რამდენად პატიოსნები ვართ. და უპირველესად ღვთის თვალში და მერე უკვე რა თქმა უნდა მოყვასის თვალში. აი სწორედ ესაა ის უთვალთმაქცო ქრისტიანობა, რომელიც ვლინდება საქმეებით. თუმცა თუ სიღრმისეულად ჩავიხედავთ, უფრო მეც მოიცავს მოყვასის სიყვარული, ვიდრე იმას, რომ აი არ გააკეთო ცუდი. მოყვას არ გაუკეთო ცუდი. მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. იესოსა და ჯულის მწოდნეს დიალოგიდან ბოლოს იესომ თუ გვახსოვს, თუ ეს მონაკვეთი წაკითხული გაქვთ, განუმარტა მას, რომ მოყვასის სიყვარული სიკეთის კეთებაზეა დამოკიდებული ამავე დროს. და ისეთი ადამიანების მიმართაც კი, ვინც მტრად აღიქვავს.
პირადად, ვინც გთვლის, რომ შენ მისი მტერი ხარ და შენ რო ცდილობ მას სიკეთე უკეთო. რადგან აი ამ იგავში დასახელებული სამარიელი იუდეველს დაეხმარა. რატომ არ მოიყვანა იესომ ამ იგავში პირიქით, რომ იუდეველი დაეხმარაო სამარიელს? იმიტომ რომ ჯულის მოძღვარი თავად იუდეველი იყო და მას უნდა დაენახა, რომ დახმარებისა და სიკეთის გაწევა, აი მისთვის, ვინც მტრად მიგიჩნევს, სწორედ ესაა უანგარო სიყვარული, რომელიც კონკრეტული საქმით, დახმარებით გამოვლინდა. მსგავსად ასწავლის 60 ქულუ ეკლესიას თუ ნახავთ აგერ რომაელთა კვლავაც აი ამ წერილს, რომაელების ოღონდ წინა თავს, მე-12 თავს, მე-17-დან 21-ის ჩათვლით მუხლებს დავურთა. დავუკვირდეთ მე-17 მუხლიდან ვიგებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ სიკეთე გაუკეთოთ არა მარტო ახლობლებს და თანამორწმუნეებს, არამედ მათაც კი, ვინც ბოროტად გვექცევიან. მე-18 მუხლიდან ვიგებთ, რომ ხშირად ეს შეუძლებელია, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის აღსადგენად. მე-19 მუხლიდან პირდაპირ მოგვიწოდებს აქ, რომ თუ მტერი აშკარად მოურიდებლად, ბოროტულად გვექცევა, მისი მსგავსები არ უნდა გავხდეთ. ჩვენს სამაგიეროს გადახდაზე არ უნდა ვიფიქროთ, ხომ? და ამავე დროს უნდა ვეცადოთ აი ეს შევინარჩუნოთ მასთან ეს მშვიდობიანი ურთიერთობა. და უნდა დაუტოვოთ უფალს განსასჯელად, აი ეს საკითხი, რადგან ეს უფლის სამართალია, მისი სამსჯავროა, მან უკეთ იცის ყველა დეტალი და ორივე მხარის გულის მოტივები. და შესაბამისად მისი მსჯავრი უფრო სამართლიანი იქნება ვიდრე ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ შესაძლოა გადავამეტოთ რიცხვის დროს. მე-20 მუხლი კი მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მიუხედავად მისი ჩვენდამე ან მტრული დამოკიდებულებისა, მაინც უნდა გაუმართოთ ხელი, თუ კი ჩვენი მხრიდან ამის საჭიროება დადგება, რადგან როცა მტერს მტრულად ექცევი, მისნაირი ხარ. თუ მტერს არაფერს პასუხობ, მაშინ მის თვალში შესაძლოა ლაჩარიც კი ჩანდე, მაგრამ თუ მტერს მის ბოროტებაზე სიკეთით პასუხობ, ამით მასზე მაღლადგები, ის ამას გრძნობს, ის ამას ხედავს, რომ შენ ნამდვილი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი ქრისტიანი ხარ და აი ამგვარი სახით შეიძლება უკვე დახმარება გაუწიო ასეთ პიროვნებას იმგვარად, რომ დაფიქრდეს იგი, დააფიქროს შენმა საქციელმა და მისი გული მობრუნდეს უფლისაკენ და მოიქცეს უფლისკენ. თუ არა და განაჩენს უფლის რისხვას, ის ვერასოდეს ვერ გაექცევა, რადგან ეს ამით უკვე მსჯავრს დასდებ მას. და 21 მუხლი აჯამებს მერე საბოლოოდ აი ამ კონტექსტს, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ჩართული ვართ სულიერ ბრძოლაში ჩვენი ზეციერი მამის მოწინააღმდეგის და ჩვენი დაუძინებელი საერთო მტრის სატანა ეშმაკის წინააღმდეგ. და ვიცით, რომ ძირითადად ბოროტებას, უსამართლობას სათავეს სწორედ ეშმაკია, ხშირ შემთხვევაში ის აწარმოებს ბრძოლას ჩვენთან თავისი მარიონეტი ადამიანების მეშვეობით, ვინც ჯერ ისევ მის ტყვეობაში და ცოდვის მონობაში არიან და ის იყენებს ასეთ კაცუნებს ჩვენს წინააღმდეგ. როგორც მაგალითად ადამიანი ხმარობს ხოლმე წყეპლას ან ჯოხს, მაგალითად ძაღლის წინააღმდეგ, როცა ძაღლს ჯოხს უქნევს ცხვირწინ, ის გაბრაზებული ჯოხს უწყებს ხოლმე კვენას და არა მას, ვინც ჯოხით წემს. ასეა ეშმაკიც, როცა ჩვენს წინააღმდეგ იყენებს თავის მარიონეტ ცოდვის ჩამდენ ადამიანებს, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ აი ამ ძაღლს და ჯოხს არ უნდა დაუწყოთ კმენა. უნდა გვახსოვდეს ვინაა აი ამ ჯოხის მიღმა და ასეთ ადამიანებს ვინ იყენებს, ვინ განაწყობს ჩვენს წინააღმდეგ მტრულად. ხშირად ეს უნდა ამოვიცნოთ. და ამიტომ გაგვიადვილდება მერე უფრო ასეთი ადამიანების დახმარება და გულში არ ჩავიდებთ ჩვენ ბოღმად მათ ასეთ ცუდ საქციელს. მე შემდგომ ვიდეო რგოლებში ვისაუბრებ ამაზე, თუ ვინც არიან სატანა ეშმაკის ტყვეობაში და ასეთი უმრავლესობაა დღეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით საერთოდ დიდი ნაწილია მოქცეული, თუ როგორ უნდა შეუძლია ადამიანს ამოიცნოს იმყოფება თუ არა სატანა ეშმაკის ტყვეობაში და როგორ შეუძლია თავი დააღწიოს სატანა ეშმაკის ტყვეობას და იმ ცოდვის მონობას, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა. ან როგორ აღმოჩნდა ამებზე მექნება საუბარი შემდეგ ვიდეო რგოლებში, თუმცა ამის შემდგომ ვიდეოში მე ვისაუბრებ კრიტერიუმზე, თუ რა კრიტერიუმი უნდა დავაკმაყოფილოთ პირადად უკვე ჩვენ, რომ ჩვენთვის ღია იყოს ეს 60 შესასვლელი და ადვილი ხელშესახები გახდეს მარადიული სიცოცხლე. მოდი გადავიმეოროთ, გასულ ვიდეო რგოლში ვისაუბრე იმაზე, თუ რატომ უნდა დავამყაროთ სიცოცხლის შემოქმედთან ახლო მჭიდრო ურთიერთობა, რომ მივიღოთ მარადიული სიცოცხლე. აი ამ ვიდეოში ვისაუბრე, თუ მოყვასის მიმართ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ქცევა, თუ
გვინდა რომ მივიღოთ მარადიული სიცოცხლე და შემდეგ ვიდეო რგოლში ვისაუბრებ პირადად ჩვენ საკუთარ თავთან როგორ უნდა ვიყოთ, რას უნდა მოვერიდოთ, რასთან ბრძოლა საჭიროა აუცილებლად ჩვენ საკუთარ თავში, რას უნდა მივაღწიოთ, რომ მივიღოთ აი ეს მარადიული სიცოცხლე. ანუ შევეხები მოკლედ იმ კრიტერიუმებს, რომელიც მოცემულია წმინდა წერილებში და რომელიც თავად უფლის მიერაა დადგენილი. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი გვერდით, თუ არ გამოგიწერია აქამდე, შემოდით ჩემს პირად გვერდზე იესოს ფოტოზე დაწკაპუნებით და მოისმინე აუცილებლად გასული ვიდეო რგოლებით, შეგიძლია ნახო ატვირთები, ყველა ვიდეოს ნახვის ფუნქცია და ამის მიხედვით მოისმინო შენთვის სასურველ თემებზე.